განუყურებთ კურიერს 9 საათზე სხვა ყანჩელი ანუ გია ყანჩელის ყოველთვის ნაცნობი მუსიკა განსხვავებული ინტერპრეტაციით ქართველი მსმენელისთვის ლატვიელ ხელოვანებთან ერთად ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებებს ქართველი ჯაზმენები შეასრულებენ სხვა ყანჩელი დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორისადმი მიძღვნილ საღამოზე აღშერდება. ჩაწერის დროს მე არ ყოფილ ვარ რიგაში, არ დავსწრები ვარ ამ ჩაწერის მსვლელობას და მომივიდა უკვე გამზადებული დისკი. სათაურია ამ დისკის, რომ ეს არის ჩემი მუსიკა მთლიანი. დისკი, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა საჩუქრად ლატვიიდან მიიღო, მის მიერ თეატრისა და კინოსათვის შექმნილ თითქმის ყველა მუსიკალურ კომპოზიციას იტევს. გია ყანჩელის შემოქმედება ლატვიური ჯაზ ტრიოს რეპერტუარის მნიშვნელოვან ნაწილად 3 წლის წინ იქცა. როდესაც შემისრულა 75 წელი, ერთ-ერთი კონცერტი იყო რიგაში. აი, მაშინ გავიცანი მე ეს ახალგაზრდები. მე მგონი 1 წლის მერე მივიღე შესანიშნავად გამოცემული დისკი, რომელიც მთლიანად მიეძღვნა ჩემ გამოყენებით მუსიკას. რამდენიმე წლის შემდეგ ლატვიელი მუსიკოსებისა და გია ყანჩელის თანამშრომლობა უკვე კომპოზიტორის სამშობლოში გრძელდება. ქსილემ ტრიო ყანჩელის კომპოზიციებს ჯაზური ინტერპრეტაციით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში კომპოზიტორისადმი მიძღვნილ საღამოზე შეასრულებს. გია ყანჩელის ნაწარმოებების საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულება თავდაპირველად რაიმონდ პაულსმა და მისმა ბალტიისპირელმა კოლეგებმა სცადეს. წლების შემდეგ ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებების ჯაზური ვერსიებიც მსმენელისთვის არანაკლებ ნაცნობი გახდა. ჩემი ურთიერთობა მუსიკასთან დაიწყო არა ბახის მუსიკიდან, ან ბეთჰოვენის მუსიკიდან, ან შოპენის მუსიკიდან, არამედ გლენ მილერის მუსიკიდან, ელა ფიცჯერალდის მუსიკიდან, სტენ კენტონის მუსიკიდან, ეს დაახლოებით 50-იანი წლების მეორე ნახევარი იყო. ქართველი მსმენელი ამჯერად ახალგაზრდა რიგელი მუსიკოსების მიერ ინტერპრეტირებულ ყანჩელს მოусმენს. ჯაზური მუსიკის საღამო ხელოვნების განვითარების ფონდმა ავტოგრაფმა და დედაქალაქის მერიამ ერთობლივად დაგეგმეს. ეს იდეა წამოვიდა სწორედ იქიდან, რომ ჯაზი ყანჩელის შემოქმედებაზე არ გაკეთებულა ჯერჯერობით საქართველოში და ჩვენ დაუკავშირდით ბატონ გიას, მის შვილს და ერთობლივად მოვახდინეთ ის, რომ მაყურებელი იხილავს საინტერესო საკმაოდ ინტერპრეტირებას. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი გია ყანჩელის მუსიკა არაერთი სახით გვაქვს სხვადასხვა იმპროვიზებით მოსმენილი, ეს იქნება ნამდვილად განსხვავებული. არაერთი ძალიან საინტერესო მუსიკოსი იღებს ამ პროექტში მონაწილეობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება 2014 წლის დასაწყისში. ლატვიელი მუსიკოსების გარდა საღამოზე ყველასთვის ცნობილი ნაწარმოებების იმპროვიზებულ ვერსიებს ქართველი მუსიკოსებიც შეასრულებენ. სხვა ყანჩელი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 15 იანვარს აღშერდება.